14 მაისს საქართველოში თამარობა აღენიშნება. თამარ მეფე პირველი ქალი მონარქი იყო საქართველოს ისტორიაში, რომლის მეფობის დროსაც ოქროს ხანა ეწოდა. მართლმადიდებელმა ეკლესიამ თამარ მეფე წმინდანად შერაცხა. ჩვენი სიუჟეტი. ქრისტე ღმერთო ჩემო მხოლო, დაუსრულებელო მეუფეო, ცათა და ქვეყანისაო, შენ შეგვედრებ სამეფოსა ამას, რომელიც შენ მიერ მერწმუნა დაერსა ამას, პატიოსნთა სისხლთა შენთა მოსყიდულთა და შვილთა ამათ ჩემთა, რომელნი შენ მომცემდა მერმე სულსა ჩემსა. თქვა და ასე აღესრულა მეფეთა მეფე თამარი. ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმინდანად შერაცხა და 14 მაისი მისი ხსენების დღედ დააწესა. ძალიან ბევრი კეთილი საქმეების კეთება საკუთარი ხელით გსოვდა შესამოსელს, სამღვდელო შესამოსელს და სწირავდა ეკლესიებს და ძალიან ბევრი კეთილ საქმეს გაჭირებულებს ეხმარებოდა. თქვენ იცით რომ ღამეებს ათენებდა ლოცვის დროს და ასევე ფეხში შველა ჯვრით ხელში მიუძღოდა ხოლმე ქართველ ჯარს, ესე ვთქვათ, მტრის წინააღმდეგ თვითონ მიუძღოდა ფეხშველა ჯვრით ხელში და მაგის წინ მთელი ღამე ათენებდა ხოლმე ლოცვაში და ესეთი სიმტკიცე და ესეთი ძლიერი მეფე ყავდა და წარმოიდგინეთ მე-12 საუკუნეში ყავდა მეფე ქალი თამარი, რომელმაც ოქროს ხანად შექმნა და ოქროს ხანად იწოდება მისი მეფობა და დიდება და მადლობა ღმერთს და ყველამ უნდა ვეცადოთ განსაკუთრებულად თამარი, ვისაც აი უხარია რომ თამარი ქვია და თამარის სახელს ატარებს, უნდა იცოდეს მისი ცხოვრება და მანაც ისევე უნდა მიბაძოს სიმტკიცეში, რწმენაში, სიყვარულში, თავგანწირვაში, თავდადებაში, არდაზოგვაში საკუთარ თავისა, სამშობლოს წინაშე და რა თქმა უნდა ქართველი ერის წინაშე და ღმერთმა ამრავლოს მრავალი თამარი. 1184 წელს მამის გიორგი მესამის გარდაცვალების შემდეგ 18 წლის თამარი ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი გახდა. მანამდე კი რადგან ვაჟი არ ჰყავდა, გიორგი მესამეს სიცოცხლეშივე აკურთხა თანამოსაყდრეთ და მამა-შვილი ერთად მართავდა ძლევამოსილ სამეფოს. მე-12-13 საუკუნის მიჯნაზე საქართველო იყო პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად ერთ-ერთი ძლიერი უზარმაზარი, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული სახელმწიფო. თამარ მეფის მეფობის დროს აშენდა კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია, ფიტარეთი, ქვათახევი, ბეთანია. ღვთისმკურთხეულმა მეფემ უხვაჩიამკო ლავრები და სავანეები პალესტინაში, კვიპროსზე, სინას მთაზე, შავ მთაზე, ათონის მთაზე, პეტრიწონში, მაკედონიაში, კონსტანტინოპოლში. თამარი იყო საქართველოს ერთადერთი ქალი მეფე, მისი მეფობის დროს ოქროს ხანა ეწოდება. გურჯაანის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგი მეფეთა მეფის ისტორიული წარსულის შესახებ გვესაუბრება. განსაკუთრებით უნდა გამოყო ჩამქორის ბრძოლა, რომელიც 1195 წელს მან წყინვალით გამარჯვებით დაასრულა. აი თვითონ იმ პერიოდში ეს კოალიციური შეიქმნა კოალიციური ერთობა, რომელსაც სურდა საქართველოს წინააღმდეგ წამოსვლა და საქართველოს დამარცხება. ზუსტად აი ამ კოალიციურ ლაშქარს მან 1195 წელს და 1203-4 წლებში ბასიანის ბრძოლის ზუსტად თარიღი არ არის ცნობილი. თუმცა მიუხედავად ამისა დაახლოებით ეპოქა ვიცით, აი ამ ორივე ბრძოლაში მან წყინვალე გამარჯვება მოიპოვა. ეგ კი არა და თამარის ეპოქაში იყო ზუსტად საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ ეს ეპოქა, როდესაც ქართველებმა თვითონ მოაწყეს ლაშქრობა სხვა ქვეყნებში. ეს მეტყოლებს იმაზე, რომ მის პერიოდში არმია, ჯარი აბსოლუტურად იყო მოწესრიგებული და კარგ მდგომარეობაში. იმდენად კარგი პიროვნება იყო და იმდენად კარგი ურთიერთობა ჰქონდა თავის გარემოცვასთან, რომ ყველა იყო მისი ერთგული და აი ამ ერთგულებამ განაპირობა, მე ვფიქრობ, ის სიყვარული, თამარის სიყვარულმა განაპირობა, რომ ჯარის და თვითონ ამირსპაცალარის და ყველა 10-ის თავი იყო თუ 100-ის თავი იყო თუ ვიც იყო, ყველა ერთგულად და დიდსულოვნად ემსახურა მას და ამ ყველაფერმა სიყვარულმა, თამარისი და პატივისცემამ და იმ ყველაფერმა, რაც არსებობდა, ამ ყველაფერმა მიიყვანა საქართველო იმ გამარჯვებამდე, რაც მაშინ იყო. საქართველოს უძლიერესი მეფის თამარის სიყვარულმა და მისმა ცხოვრებამ გადააწყვეტინა თამარ მოდებაძეს, რომ სახელი შეეცვალა. მას მშობლებმა დაბადებისას ბებიის სახელი დაარქვეს. მას შემდეგ რაც სრულწლოვანი გახდა და თამარ მეფის ცხოვრებას გაეცნო, გადაწყვიტა, რომ მისი სახელი დაერქვა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ქვია თამარი, მე დაბადებიდან, როგორც ასეთი ოფიციალურად რეგისტრირებულად მეძახდნენ ბაბულიას და საბუთებშიც ასე მეწერა ბებიის სახელი და ამავდროულად მამიდებმა დამარქვეს ბებიის დედის თამარის სახელი. თუმცა მე, როდესაც სრულწლოვანი გავხდი,
გადავწყვიტე და უფრო უკეთესად წავიკითხე და გავეცანი ისტორიას. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე თამარ მეფის ცხოვრებამ. განსაკუთრებით ჩემთვის თამბეჭდავი აღმოჩნდა მე-12 საუკუნეში შოთა რუსთაველის მიერ თამარ მეფისადმი დაწერილი ვეფხის ტყაოსანი და მე გადავწყვიტე რომ საბუთებში ოფიციალურად თამარი მრქმეოდა და ასე შევიცვალე სახელი. თამარ მეფე ატარებდა ტიტულს მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობით ამპყრობელი. ხელი გუგუს დაპატეპლა ის ნამი ის რატამ თამარი ისეთი გუგუ დაპატეპლა თაუთ მეია თურმე თამარი